განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენს წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის დოგმატურ თხზულებებზე. განვიხილეთ ამ მხრივ რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლი, კერძოდ არიანელთა წინააღმდეგ მიმართული ათანასეს სახელგანთქმული სიტყვები, აგრეთვე ორი შრომა ერთ ძეგლად გაერთიანებული ელინთა წინააღმდეგ და ღვთის განკაცების შესახებ და რამდენიმე შედარებით მცირე მოცულობის ნაშრომი ზოგი ეპისტოლის სახით წარმოდგენილი. დაინტერესება გამოიწვია მსმენელთაგან იმ ფაქტმა, რომ ათანასეს ავტორობით არაერთი დოგმატური შრომა გავრცელებულია და მათთვისაც სხვადასხვა წყაროებით ცნობილია. არ დაჩვენეს შრომები დოგმატური ძეგლების განხილვისას, გამოყოფილად არ მოგვიხსენებია და არ განგვიხილავს. და ამჯერად ვაპირებდით მეორე ჟანრის დოგმატური ისტორიული შრომების შესახებ საუბრის წარმართვას, მაგრამ რადგან ამგვარი ვითარება შეიქმნა, ეს ხარე ჩვენ ბოლოში გვეგულვოდა ეგრეთ წოდებული აპოკრიფული ძეგლების ათანასეს ავტორობით ცნობილი მეტნაკლებად აპოკრიფულობის შემცველი ძეგლების ერთობლივი განხილვა, მაგრამ შეგვიძლია ამჯერად ვიდრე მეორე ჟანრთან დაკავშირებით წარმოადგენდეთ განხილვას, აქ შევეხოთ აი ამ ხასიათის ძეგლებს, რადგანაც ისინი უდიდესწილად საკუთრივ დოგმატიკას უკავშირდებიან და სპეციალურ ლიტერატურაში ამგვარი სახელითაც არიან ცნობილნი ათანასეს ავტორობით ცნობილი აპოკრიფული დოგმატური ნაწერები. ზოგიერთი ჩვენ ფრაგმენტულად წინა საუბარშიც ვახსენეთ, ახლა კი ერთობლიობაში ყველა მათგანზე ყველაზე უფრო არსებით ხაზს გავუსვამთ და წარმოვადგენთ. რა თქმა უნდა, ათანასეს საღვთისმეტყველო ავტორიტეტმა განაპირობა არაერთი ნაშრომის მის სახელისადმი მიკუთვნება, ეს ერთი მხარეა, რამაც განაპირობა ფსევდო ათანასესეული დოგმატური ძეგლების აღმოცენება და მეორე გახლავთ, მეორე მიზეზი ამგვარი შრომების აღმოცენებისა ის, რომ ათანასეს თხზულებანი როგორც უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური სწავლებების შემცველი ძეგლები გვიანდელ ავტორთაგან ხშირად ხდებოდა კომპილირებული, ანუ გარკვეულწილად ან გამოკრებილი, ან და რამდენიმე თხზულების სწავლებათა გამთლიანება ხდებოდა მათგან და სხვა. ესე იგი ათანასეს შრომები გვიანდელ პერიოდში სხვადასხვაგვარი რედაქტირებანი კი ეხებოდა არა შინაარსს, არამედ მხოლოდ ფორმას, სხვადასხვაგვარი ფორმალური დალაგებებით ამა თუ იმ გვიანდელი კომპილატორისგან, ესე იგი ყალიბდებოდა და ვრცელდებოდა მორწმუნე მრევლში. და ეს გვიანდელი კომპილატორები ამ შემთხვევაში არანაირი ცხადია უკეთური ზრახვით არ იყვნენ გამსჭვალულნი, ისინი დამუშავებას, ანუ კონსპექტირებას ახდენდნენ ათანასეს ვრცელი და რთული საღვთისმეტყველო შრომებისას და რა თქმა უნდა ასეთ კონსპექტებს ისინი საკუთარ სახელს არ განუკუთვნებდნენ, იმიტომ რომ მოძღვრება უცვლელად და ხელუხლებლად საკუთრივ ათანასეს იყო ცხადია შენარჩუნებული. თუმცა ზოგჯერ სათაურები სპეციფიკურად ამა თუ იმ ერესისკენ მიმართული ამგვარი ხასიათის აპოკრიფულ ძეგლებს ეძლეოდათ. და განვიხილავთ რა ამგვარ თხზულებებს, პირველ რიგში ალბათ უნდა ვახსენოთ ორი წიგნი, რომელსაც ასეთ სათაური აქვს განკაცების შესახებ აპოლინარის წინააღმდეგ. მიიჩნევა, რომ ეს ძეგლი, ეს ორწიგნედი შედგენილი უნდა იყოს დაახლოებით 380 წელს, ათანასეს გარდაცვალების შემდეგ, ათანასე როგორც აღნიშნავდით 373 წელს აღესრულა და ეს ძეგლი სტილურ ენობრივი ნიშნებით აშკარად განსხვავდება წმინდა ათანასეს ავთენტური ხასიათის თხზულებებისგან, რის გამოც იგი, აი ეს ძეგლი დოგმატური ჟანრისა ფსევდო ათანასესეულად მიიჩნევა. რაც შეეხება აპოლინარე ლაოდიკიელის ხსენებას სათაურშივე, ჩვენ ამ პიროვნებაზე აღნიშნული გქონდა, რომ იგი აპოლინარი აყალიბებდა ასეთ მწვალებლურ აზრს, რომ განკაცების ჟამს მაცხოვარმა ძეღმერთმა მეორე ჰიპოსტასმა მიიღო მხოლოდ ადამიანური კაცობრივი სხეული. ზოგჯერ აპოლინარი უშვებდა ამ კაცობრივ სხეულთან ერთად ირაციონალური, ანუ აზროვნებას მოკლებული სულის მიღებასაც მისგან, ანუ ცოცხალი სხეულის, იგივე სამშვენილის მიღებასაც, მაგრამ აპოლინარი უარყოფდა ღვთის სიტყვისგან, ძეღმერთისგან კაცობრივი გონიერი სულის მიღებას. აი ეს გახლავთ აპოლინარიზმი, ანუ უარყოფა მაცხოვრისგან მთელი კაცობრივი ბუნების მიღებისა. ზოგჯერ აპოლინარიზმს უიგივებენ მონოფიზიტობას, რაც მცდარია. მართალია მონოფიზიტობაც იმ გაგებით თანხდება აპოლინარიზმს, რომ ორივე მათგანი ააკნინებს მაცხოვრის ერთ პიროვნებაში ორი სრული ბუნების მართლმადიდებლურ მოძღვრებას და საკუთრივ სრული კაცობრივი ბუნების გაუქმებას მოძღვრობს, მაგრამ ეს ორი მწვალებლური სწავლება სხვადასხვა კუთხით აკნინებს კაცობრივი ბუნების სისრულეს მაცხოვარში. აპოლინარი თვით შეერთების წამსვე ამ ბუნებას ნაკლულებად წარმოაჩენს, რომ მაცხოვარს შეერთებითვე არ მიუღია, მაცხოვარი არ შეერთებულა სრულ კაცობრივ ბუნებასთან, იმთავითვე
გამორიცხა მან თითქოს ესე იგი აპოლინარის მოძღვრებით მაცხოვარმა განგაცებისას კაცობრივი გონიერი სული და ვითომცდა მაცხოვრის კაცობრივ ბუნებაში ამ გონიერ სულს ენაცვლებოდა საღვთო სული, ღვთიური სული, აი ამ გაგებით აკნინებს კაცობრივ ბუნებას მაცხოვარში ლაოდიკიელი, ხოლო მონოფიზიტობა თვით შეერთების წამს არ უარყოფს მაცხოვრისგან სრული ადამიანური ბუნების მიღებას, მათ შორის ესე იგი ადამიანური გონიერი სულისას, მაგრამ ამის შემდგომ თulis მონოფიზიტობა, რომ მაცხოვარში კაცობრივი ბუნება ვერ შენარჩუნდა სრულყოფილად, რადგანაც უმძლავრესმა და უძლიერესმა ესე იგი საღვთო ბუნებამ შთანთქა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ერთ პიროვნებაში, შთანთქა მისი კაცობრივი ბუნება და ამ გაგებით მოძღვრობს მონოფიზიტობა განგაცებულ ღვთის ერთბუნებობას. ასე რომ აპოლინარი ლაოდიკიელი თვით შეერთების დასაბამშივე გამორიცხავს მაცხოვრისგან სრული ადამიანური ბუნების მიღებას, რომ მაცხოვარი თავიდანვე ნაკლულევან კაცობრივ ბუნებას შეუერთდა, ნაკლულევანს კერძოდ გონიერი სულის მხრივ, აი ეს საკლდა მათი აზრით მაცხოვრისგან მიღებულ კაცობრივ ბუნებას, ხოლო მონოფიზიტები ყოვლითურთ და მათ შორის გონიერი სულითურთ მაცხოვრისგან ადამიანური ბუნების მიღებას აღიარებენ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ შეერთების შემდგომ მყისიერადვე უძლიერესმა საღვთო ბუნებამ, როგორც უკვე ვთქვით, შთანთქა კაცობრივი ბუნება. და იმას აღვნიშნავთ, რომ აი ამ ძეგლის ათანასეს ავტორობით ცნობილი ამ ძეგლის სათაურში აპოლინარი ლაოდიკიელის ხსენება, რომლის წინააღმდეგაც ეს ძეგლია მიმართული, საკუთრივ ტექსტში არ ფიგურირებს, ესე იგი თვით ძეგლში. არაა გამორიცხული, რომ ეს სათაური გვიანდელი იყოს და ადრესატობა აპოლინარისა გვიან დამატებული იყოს. მკვლევართაგან ისიც ცხადყოფილია, რომ ამ ძეგლის ორი წიგნი, როგორც აღვნიშნეთ, ორ წიგნათაა ეს თხზულება, ალბათ ცალ-ცალკე დამოუკიდებელი თხზულებები უნდა ყოფილიყო და არა ერთი ძეგლის ორი ნაწილი. და რომ ამ ორი დამოუკიდებელი თხზულების გამთლიანება ამ ერთი სათაურის ქვეშ, როგორც ჩანს, მოგვიანებით მოხდა. აი ეს შეიძლება ვთქვათ ამჯერად ამ ფსევდო ათანასესეულის შრომის შესახებ, ალბათ უფრო მეტი შეიძლება ითქვას მცირედით მეორე ძეგლთან დაკავშირებით, რომელსაც ასე ეწოდება სარწმუნოების შესახებ, უდიდესი სიტყვა, ესე იგი ასე შეიძლება ითარგმნოს ბერძნული სათაური ამ ძეგლისა, ესე იგი უფრო დიდი სიტყვა, ანდა დიდი სიტყვა სარწმუნოების შესახებ. აქ სიტყვა გულისხმობს მოძღვრება, დამოძღვრა, განხილვა, ქადაგება, ყველანაირი შინაარსის შემცველია და ქართულად ჯობია ბერძნულივე ლოგოს დავტოვოთ მისი კანონიკური შესატყვისით, სადაც არის სიტყვა, ანუ დიდი სიტყვა სარწმუნოების შესახებ. ჩვენ უდიდესი ან უფრო დიდი, იმიტომ ვთქვით, რომ ბერძნულში არ არის, ასე ვთქვათ, დადებით ხარისხში სიტყვა დიდი, ესე იგი მაშინ იქნებოდა ბერძნულში მეგას, არის უფრობით ხარისხში მეიძონ. ესე იგი უფრო დიდი სიტყვა, ასე შეიძლება კალკირებულად ითარგმნოს, ისე როგორც ლათინურშიც ასეა მაიორ, რაც არის სწორედ უფრობითი ხარისხი და უფრო დიდი უდიდესი, აი ასე შეიძლება ითარგმნოს. ეს დოკუმენტი, ეს ძეგლი, რაც ჩვენს მიერ ადრე განხილულ ათანასესეულ ძეგლებთან კავშირს ავლენს და ბუნებრივიცა, იმიტომ რომ ამ ძეგლების საფუძველზეა შექმნილი, სხვა არაფერი არ არის მკვლევართა აზრით, თუ არა საკმაოდ, ესე იგი, ხელოვნური და უხეირო კომპილაცია ათანასეს ნაშრომისა სიტყვის განკაცების შესახებ, რაც როგორც აღვნიშნეთ, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის ერთ-ერთი ქრონოლოგიურად უადრესი ნაშრომი უნდა ყოფილიყო და მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ათანასემ ახალგაზრდამ დაწერა ეს შრომა, დღემდე ერთ-ერთ უდიდეს საღვთისმეტყველო ძეგლად არის აღიარებული. აი ამ ძეგლის გარკვეული კომპილირება, გარკვეული კონსპექტირება, გახლავთ აი ეს თხზულება, რომელსაც ეწოდება დიდი სიტყვა სარწმუნოების შესახებ. თუმცა ამ ნაშრომთან ერთად, ესე იგი სიტყვის განკაცების შესახებ, აი ამ სათაურის გონე ნაშრომთან ერთად, კომპილატორს გამოუყენებია იმავე წმინდა ათანასეს სხვა ნაშრომებიც, თუმცა თვითონ ეს კომპილაცია არანაირად ათანასეს არ მიეკუთვნება, ასე რომ მოძღვრება ათანასესეულია, როგორც აღვნიშნავდით, მაგრამ კომპილაცია, დამუშავება, კონსპექტირება ვიღაც სხვა პირისგანაა შესრულებული. და ამგვარი კომპილირება საკმაოდ ადრე უნდა მოხდარიყო, იმიტომ რომ აღნიშნულ ძეგლს უკვე იმოწმებს თევდორიტე კვირელი და ესე იგი მე-5 საუკუნის 20 ან 30 წლებში ან და შუა წლებში მაინც ეს ძეგლი უკვე, ეს კომპილაცია უკვე არსებობდა. საკუთრივ ბერძნული ტექსტი ამ ნაშრომისა არასრულია, მაგრამ მოიპოვება, ესე იგი, სომხურ ენაზე თარგმნილი ტექსტი, რაც ნაშრომს მთლიანობაში იცავს, ესე იგი მთელი ნაშრომი სომხურად არის შემორჩენილი.
რამდენიმე მკვლევარი, ცნობილი ფილოლოგ, ისტორიკოსები, ბიზანტინისტები მიიჩნევდნენ, რომ თავისი წარმოშობით ეს ძეგლი, ეს რომელსაც მრწამსის სახელწოდება აქვს, მრწამსის ფორმისა, განმარტებითი ფორმის მრწამსის ნიმუშია, თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ეპისტოლე მიმართული ანტიოქიის ეკლესიისადმი, ესე იგი ალექსანდრიის ეკლესიისგან მიმართული ანტიოქიის ეკლესიისადმი და საგულისხმოა, რომ ამ ძეგლის თვით სომხური თარგმანიც და არა მარტო სომხური თარგმანი, არამედ ცნობილი ფაკუნდუს ერმიანის, რომელსაც ჩვენ ადრე ვახსენებდით, ფლორილეგიუმი, ანუ ყვავილთკრებული, სადაც ეკლესიის მამათა ციტატებია მოდანილი და მათ შორის ამ ძეგლისგანაც არის ციტატა, ესე იგი ეს ორი წყარო, ერთი ყვავილთკრებული და მეორე აღნიშნული მრწამსის სომხური თარგმანი, მას აი ამ ძეგლს უწოდებენ არა მართლაც ასე, როგორც ბერძნულ ტექსტშია, რომ დიდი სიტყვა სარწმუნოების შესახებ, არამედ ეპისტოლე ანტიოქიელთა მიმართ. აი რასაც მკვლევრები ვარაუდობენ, ამ არგუმენტით ეს სავსებით მტკიცდება. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ძეგლს გამოკვეთილად ანტიარიანული შინაარსი აქვს, მაინც ათანასესეულად კვლავ აღნიშნავთ, შედგენილობის მიხედვით მას ცხადია ვერ მივიჩნევთ აღნიშნული მიზეზების გამო. ზოგი მკვლევარი შორს მიდის და კონკრეტულ ავტორსაც გვისახელებს ამ ძეგლისას, უпростоრეთ შემდგენელს, მაგალითად სახელგანთქმული ბიზანტინისტი შვარცი, რომელიც ქართველი ფილოლოგებისთვის უცხო არა გახლავთ, ვარაუდობდა, რომ ავტორი უნდა ყოფილიყო სახელგანთქმული წმინდა ევსტათი ანტიოქიელი. თუმცა უფრო მოგვიანებით სხვა მკვლევარმა შაიდვაილერი, ასეთი მკვლევარი გახლავთ, გამოიტანა დასკვნა ბერძნული და სომხური ტექსტების დეტალური შესწავლის საფუძველზე, რომ იგი, ესე იგი ეს ძეგლი შედგენილობითად უნდა განეკუთვნებოდეს მეოთხე საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს, დაახლოებით წელს რაც გვთავაზობს მკვლევარი, დაახლოებით 358 წელს და კონკრეტული შემდგენელი უნდა იყოს მარკელოს ანკვირელი, ამ პიროვნებას ჩვენ მოგვიანებით შევეხებით, რომელიც ერთი პერიოდი ათანასესთან თანამოსაგრე იყო, თანამებრძოლი იყო არიანელობის წინააღმდეგ. ეს ორი ავტორი სახელდება ამ ძეგლის, ერთი ევსტათი ანტიოქიელი, თუმცა ეს აზრი უკვე დღეს ფაქტობრივად მიღებული არ არის და მეორე, როგორც აღმოჩნდეთ, მარკელოს ანკვირელი, ასეთ შეიძლება ითქვას. ასევე აპოკრიფულ დოგმატურ ძეგლად ათანასეს ავტორობით გავრცელებულად მიიჩნევა მკვლევართაგან თხზულება, რომელსაც ეწოდება სარწმუნოების გადმოცემა, ანუ სარწმუნოების ეკთეზისი. ეკთეზისი ბერძნული ტერმინი, ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც გადმოცემა, ლათინურად ექსპოზიციუ. საქმე ის გახლავთ, რომ აი ეს ძეგლი, რომელსაც ჩვენ ახლა ვახსენებთ, ესე იგი სარწმუნოების გადმოცემა, ანუ სარწმუნოების ეკთეზისი, აშკარად წარმოჩნდება წინა ქვეგანხილული თხზულების, ესე იგი სარწმუნოების შესახებ დიდი სიტყვის, აი ამ ძეგლის ერთ-ერთ წყაროდ. ამ ძეგლსაც შემოხსენებული შვარცი ასევე ევსტათი ანტიოქიელს მიაკუთვნებს, ხოლო მეორე მკვლევარი, რომელიც ვახსენეთ, უფრო გვიანდელი მკვლევარი შაიდვაილერი, მას იმ წინარე ძეგლთან ერთად მარკელოს ანკვირელის ნამოღვაწეოდ თვლის. ეს ძეგლი შეიცავს სამების აღსარებელ მრწამს და ამგვარ აღსარებით ფორმულას მოსდევს გარკვეული სახის კომენტარი, რაც ხაზს უსვამს და აქცენტს აკეთებს ძის პიროვნულ განსხვავებულობაზე მამისაგან. ერთი მხრივ და მეორე მხრივ მის ბუნებით შეუქმნელობაზე, ანუ ბუნებით იგივეობაზე მამასთან, ეს უკანასკნელი კერძოდ მეორე მეოთხე თავებშია გადმოცემული. ამ ძეგლში, რადგანაც არავითარი კონკრეტული მითითება, გამოხატული მითითება არიანელთა წინააღმდეგ არ შეიმჩნევა, ზოგი მკვლევარი უფრო ადრეულ თარიღს გვთავაზობდა შესაბამისად მისი შექმნისა. თუმცა როგორც სპეციალურმა მკვლევარმა აჩვენა, მიუხედავად პირდაპირი დასახელების არარსებობის, ეს იგი არიანელთა და კონკრეტულად არიოზის პირდაპირი დასახელების არარსებობისა, მთელი თხზულების შინაარსი და პოლემიკური, ესე იგი განწყობილება სწორედ ამ ერესის წინააღმდეგაა მიმართული, ეს ერესი ჰყავს ამ თხზულების ავტორს მხედველობაში. კონკრეტულად მეორე მხრივ დასახელებული გახლავთ საბელიანელები, საბელიოზის მწვალებლობა. ეს მწვალებლობა ჩვენ არაერთგზის გვიხსენები, არაერთგზის გადმოგვიცია ის მწვალებლური მოძღვრება, რასაც საბელიანელები ქადაგებდნენ და ამ ძეგლშიც ეს სავსებით აშკარადაა გამოხატული, როდესაც მეორე თავში კონკრეტულად აღნიშნულია, რომ სხვადასხვა მოძღვრებების უარყოფისას იქ თქმულია, რომ ჩვენ ასევე არ უნდა ვაღიარებდეთ მამაძეობაში იგულისხმება მამისა და ძის არამხოლოდ ბუნებითი იგივეობა, არამედ პიროვნული იგივეობაც, რაც არის სწორედ საბელიანიზმის სულიწმინდის მათთან პიროვნული იგივეობის
აღიარებითვე, ესე იგი ყოვლადწმიდა სამება კვლავ გავიმეორებ, თუმცა არაერთის აღვნიშნავს საბელიანელთა მიხედვით ერთი პირი, არა მხოლოდ ერთი ბუნება, არამედ ერთი პირია და ამ მოძღვრებას ზოგადად მამაძეობის, ესე იგი მოძღვრება ეწოდება, ან ზოგჯერ თუ შევაბრუნებთ ძემამობის მოძღვრება ეწოდება. და ამ ძეგლში სწორედ ეს ახასგასმული არ უნდა ვაღიარებდეთ მამაძეობას, როგორც ამას აკეთებენ საბელიანელები, რომლებიც მათ, ესე იგი მამასა და ძეს მიიჩნევენ ერთი არსებისას, მაგრამ არანაირად პიროვნულად არ განასხვავებენ მათ, რითაც ისინი, ესე იგი როგორც გვახსოვს ამ თავიდან, ასეთი სიტყვებით გრძელდება ეს ტექსტი, ამსხვრევენ და ანადგურებენ ძის არსებობას, ესე იგი ძე თუ პიროვნულად არაფრით არ განსხვავდება მამისგან, რა თქმა უნდა, ძე რეალურ არსებობას მოკლებული ყოფილა. ეს ერთი მხარეა საბელიანიზმის უკეთურებისა, რომ ძის პიროვნება ფაქტობრივად უქმდება თუ ძე არამხოლოდ ბუნებითაა იგივეობრივ მამასთან, არამედ პიროვნულადაც, მაგრამ მეორე მხარეა კიდევ ამ ერესისა, როდესაც ძე განკაცდება, თუ მამა მასთან პიროვნულად იგივეობრივია, შესაბამისად განკაცებულა მამასაც ვნებადი სხეული მიუღია ძესთან ერთად. მამაძეობა, ანუ იგივე პატრიპასიანიზმი, სწორედ საბელიანიზმის ერთი გამოხატული მწვალებლური, ესე იგი, მოძღვრებაა. და ამ ძეგლშიც ესაა ახასგასმული, რომ თუ ერთი მხრივ მამის პიროვნული არსებობა უქმდება, ამგვარი მამაძეობის საბელიანური აღიარებით, მეორე მხრივ ამ გზით ვნებადი სხეული განეკუთვნება მამას, რაც ასევე, რა თქმა უნდა, უდიდესი მწვალებლური ცდომილებაა. ასე რომ ეს ძეგლი თავისთავად კვლავ აღნიშნავთ, ისე როგორც ამის წინამორბედი ჩვენგან განხილულ, თავისთავად ღირსეული სწავლების შემცველია, ოღონდ ათანასეს სწავლებათა გამოკრების გზით, რომელიმე გვიანდელი კომპილატორისგან, გვიანდელში არ იგულისხმება რაღაც დიდი დაცილება, რომელიმე ასე იქნება უფრო სწორი სხვა არა ათანასესგან, ესე იგი სხვა კომპილატორისგან შედგენილი და ეს პიროვნება მკვლევართა ნაწილის აზრით არის წმინდა ევსტათი ანტიოქიელი, ხოლო მკვლევართა ნაწილის აზრით მარკელოს ანკვირელი. ანალოგიური შინაარსისა და ჟანრის კიდევ ერთი ძეგლი გახლავთ ცნობილი, რომელსაც ეწოდება მრწამსის განმარტება. და ამ ძეგლის ერთ-ერთი სპეციალურად შემსწავლელი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ძეგლის ნამდვილი ავტორი, რა თქმა უნდა, არ არის ათანასე და უნდა იყოს მისი ერთ-ერთი გვიანდელი მიმდევართაგანი, ვინმე პეტრე ან და ტიმოთე, თუმცა ბოლო ხანებში მიიჩნევა, რომ ეს ძეგლი შესაძლოა არ იყოს საზოგადოდ ეგვიპტური, ანუ ალექსანდრიის ეპარქიის წარმოშობისა. ამ ძეგლზე ჩვენ ძალიან მცირე შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ეს მოცულობითაც ასევე ძალიან მცირეა, ხოლო და ეს ცნობა შეგვეძლო მოგვეწოდებინა. უფრო ბევრის თქმა შეიძლება, ყოველ შემთხვევაში მოცულობითად გაცილებით დიდია თხზულება დიალოგური ფორმისა, ორი ძეგლი დიალოგური ფორმისა, რომელთაგან ერთს ეწოდება წმინდა სამების შესახებ დიალოგები, ანუ კითხვა-მიგებანი, სიტყვისგებანი, ასეთ შეიძლება იდგას, ქართულად დიალოგოს სხვადასხვაგვარად ითარგმნებოდა და მეორე ორი დიალოგი, ანუ ორი კითხვა-მიგება, ორი სიტყვისგება მაკედონიანელთა წინააღმდეგ. ამ დიალოგებში ერთი მეორეს ეკამათება მართლმადიდებელი და ერეტიკოსი. ეს ერეტიკოსი არის ერთი მხრივ არიანელობის ერთ-ერთი სახეობის წარმომადგენელი, რომელსაც ანომოიანელები ეწოდებოდათ, ჩვენ არიანელთა სახეობებზე თავის დროზე გვისაუბრია. ყველაზე უფრო უკიდურესი არიანელობა გახდათ სწორედ ანომოიანელთა მიმართულება, რომლებიც არაუბრალოდ ერთარსობას უარყოფდნენ მამისას და ძისას, არამედ მსგავს არსობასაც კი. არიანელებში იყვნენ, ასე ვთქვათ, ზომიერად არიანელები, როგორც მათ ეწოდებათ, ნახევრად არიანელები, რომლებიც თუმცა მიიჩნევდნენ, რომ ძე არსებით იგივეობრივი მამასთან არ არის, მაგრამ ამავე დროს თვლიდნენ, რომ ძის არსება, ძის ბუნება მსგავსია მამის ბუნებისა და მათ ჰომოიანელები, ჰომოიოს ბერძნულად მსგავს ნიშნავს, ეწოდებათ, მაგრამ ამ მიმართულების საპირისპირო და უკიდურესი არიანიზმი იყო ანომოიანელები, რომლებიც თვითონ მსგავსებასაც, მსგავსების დონეზე კავშირსაც კი ძის ამამასთან, ძის ბუნებისა, მამის ბუნებასთან უარყოფდნენ. და აი ამ ძეგლებში, ამ დიალოგებში მართლმადიდებელი ერთი მხრივ ეპაექრება ამგვარი ერესის, ანომოიანელთა ერესის წარმომადგენელს, მეორე მხრივ მაკედონიანელთა ერესის წარმომადგენელს. ეს ერესი კონკრეტულად გულისხმობდა სულიწმინდის ბუნებითი ღმერთობის უარყოფას და მაკედონიანიზმი ფაქტობრივად განგრძობაა და
იმავე საზღვრებში ექცევა არიანელობის განგზობა და არიანელობის საზღვრებშივე იგულისხმება, რადგანაც ძის ბუნებითი ღმერთობის უარყოფელი არიანელობა აუცილებლად გულისხმობდა, რა თქმა უნდა, სულიწმინდის ღმერთობის უარყოფასაც, რასაც უკვე კონკრეტულად მაკედონიანელობა ქადაგებს და რაც აღმოფხვრა მეორე მსოფლიო კრებამ. და ასევე გარდა ამ ორი ერესის წარმომადგენლისა მართლმადიდებელი ეპარქია აგრეთვე აპოლინარის ერესის მიმდევარს, რაზეც ამ ერესზე ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ და აქ აღარ შევჩერდებით. მკვლევართა აზრით შესაძლოა ავტორი იყოს ცნობილი დიდიმე ალექსანდრიელი. დიდიმე ალექსანდრიელი, რომელზეც ჩვენ გვექნება გარკვეული საუბარი და რომელიც მიუხედავად მრავალი ღირსებისა საკუთარ მოღვაწეობაში მაინც ბოლომდე შემნარჩუნებელი მართლმადიდებლური მოძღვრების სიწმინდისა ვერ აღმოჩნდა ორიგენისტული ცალკეული სწავლებების გაზიარების გამო და ის ანათემირებულია, მაგრამ ამავე დროს მას აქვს ღირსეული ნაშრომები, რითაც იგი ეკლესიის ისტორიაში შედის, მისი ნაშრომი კონკრეტულად ყოვლადწმინდა სამების შესახებ მიჩნეული ამ დოგმატის ერთ-ერთ უბადლო განმარტებად და ციტატებით დიდიმე ალექსანდრიელის ნაშრომებისგან მართლმადიდებლურ კატენებში და ამ კატენების სხვათა შორის ძველ ქართულ თარგმანშიც ასევე სახესია. აი ამ დიდიმე ალექსანდრიელს იგივე დიდიმე ბრმას, ასე ეწოდება მას, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ბრმა იყო, ეს დიდიმე, აი ამ პიროვნებას განუკუთვნებს ვარაუდის სახით ზოგი მკვლევარი ხსენებული დიალოგების ავტორობას. და ამგვარი განკუთვნა და ამგვარი ატრიბუცია ეფუძნება დიდიმეს ნამდვილი შრომების სტილისა და დიდიმესეული ღვთისმეტყველების ანალიტიკურ შესწავლასა და შედარებას აღნიშნული დიალოგების სტილსა და ღვთისმეტყველებასთან. თუმცა სავსებით შესაძლებელია ისიც, რომ დიდიმეს შრომებზე დაყრდნობით და შრომების გავლენით ვიღაც მოღვაწეს გვიან შეედგინოს ეს ძეგლი. საზოგადოდ მიიჩნევა, რომ ეს დიალოგები შესაძლოა შედგენილი იყოს 391-392 წლებში. სხვა ძეგლებთან დაკავშირებით ასევე ამ ჟანრის ხრივ, ესე იგი რაღაც წამსობრივი აღსარებითი ხასიათის სარწმუნოების განმარტების კუთხით დაწერილი მშრომების მხრივ ჩვენ უნდა მიუთითოთ შედარებით უფრო ცნობილ ძეგლზე, რომელსაც ასე ეწოდება ათანასეს მრწამსი, ათანასეს სიმბოლო, ლათინურად ეწოდება მას სიმბოლუმ ათანასიანუმ, ესე იგი ათანასესეული სიმბოლო. თუმცა მას ეწოდება აგრეთვე გარკვეული სიმბოლო, ასეთი რთული სათაურიც აქვს. ეს ძეგლი ათანასეს ავტორობით მიიჩნევა, ესე იგი ათანასესეულად მიიჩნეოდა საუკუნეთა მანძილზე, ატარებს რა ხელნაწერებშიც ათანასეს სახელს და შესაბამისად მისი ავტორობა ფაქტობრივად გაზიარებული იყო ტრადიციაში ვიდრე მე-17 საუკუნემდე, როდესაც შემჩნეული იქნა, რომ ამ ძეგლის ენა და სტრუქტურა უფრო გვიანდელ წარმოშობას და კერძოდ დასავლურ წარმოშობას უნდა მიუთითებდეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ძეგლი არსად არც ერთ წყაროში არ მიეკუთვნება ათანასეს ვიდრე მე-7 საუკუნემდე. და დღეს ფაქტობრივად დადგენილად ითვლება, რომ ამ ძეგლის ორიგინალი არის ლათინური, ხოლო ბერძნული არის ლათინურისგან თარგმნილი. ხოლო ათანასე, რა თქმა უნდა, ავტორი რომ ყოფილიყო ბერძნულად დაწერდა. რაც შეეხება შინაარს ამ ხრივ, მასში, ესე იგი, ცხადად, აზრგამჭვირვალედ გადმოცემულია მოძღვრება ყოვლადწმინდა სამების შესახებ და განკაცებული ღვთის იესო ქრისტეს ორი ბუნების შესახებ ერთ პიროვნებაში. სხვა ადგილებში ავტორი ყურადღებას აქცევს წარმართებს, რომლებიც სარწმუნოების სხვადასხვა მუხლის უარყოფელებად წარმოჩნდებიან და განაკიქებს მათ. შესაბამისად, რადგან ისინი კათოლიკე რწმენისგან, ანუ საყოველთაო რწმენისგან, იგივე მართლმადიდებლური რწმენისგან განდგომილნი არიან, ცხონებასაც აკლდებიან. ამ ძეგლში არის ფსევდო ათანასეს ავტორობით ცნობილი ამ ძეგლში არის საკმაოდ ცნობილი სიტყვები ათანასეს ავტორობით რომ ვრცელდებოდა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ეს ძეგლი ათანასესეულად მიიჩნეოდა ვიდრე მე-17 საუკუნემდე, თავისთავად ღირსეული და მართლმადიდებლური სიტყვები იმის შესახებ, რომ ვისაც და რომელსაც ცხონება ნებავს, უპირველეს ყოვლისა მან უნდა იპყრას სარწმუნოება კათოლიკე. კათოლიკეში კვლავ ხაზს გაუსვამთ, იგულისხმება სარწმუნოება მართლმადიდებლური იგივე საყოველთაო. ფიქრობთ, აღარა უკვე იმის განმარტება აუცილებელი, რომ კათოლიკე არ გულისხმობს კათოლიკურს. აი ეს სიტყვები თხზულების სათაურის საფუძველიც გახდა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ამას ეწოდება მრწამსი რომელიმე და სწორედ აქ ამ სიტყვიდან გამომდინარე, რომელსაც
ცხონება სურს, მან უპირველეს ყოვლისა უნდა იპყროს სარწმუნოება კათოლიკე. ხოლო მთავრდება ძეგლი ასე, რომ აი ამგვარია სარწმუნოება კათოლიკე და თუ ვინმე არ ირწმუნებს მას ერთგულად და მტკიცედ, მას არ ძალუც ცხონება. მას არ ძალუც რომ ცხონებულ იქნეს, თუ კალკირებულად ვთარგმნით. ეს მწამსი, ეს სიმბოლო, რაც 40 მუხლს მოიცავს და სხვათა შორის ეს მუხლები რიტმულობის შემცველნი არიან, მთელ ქრისტიანულ მსოფლიოში იყო და არის გავრცელებული და განსაკუთრებით ფართო ხდება მისი გამოყენება მე-9 საუკუნიდან. თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ, ამ ბოლო ხანებში ათანასეს ავტორობის გამორიცხვამ, ნამდვილი ავტორობის გამორიცხვამ, ერთი მხრივ ამ ძეგლის გამოყენების არეალი მართლმადიდებლურ რეგიონებში მცირედით შეაფერხა, რაც მართებული არ გახლავთ, იმიტომ რომ ეს ძეგლი მიუხედავად ისა, რომ უშუალოდ ათანასეს ხილით არ არის დაწერილი, მოძღვრებითად ათანასესეულია და მის შრომებზე დაფუძნებით არის შედგენილი. ჩვენ ანალოგიური არაერთი შრომა ვიცით, თუნდაც ანტონითან დაკავშირებით აღნიშნავდით სხვა მამებთან, მათი შრომების საფუძველზე გვიანდელი კომპილაციები, როდესაც მათვე განეკუთვნებათ ამ კომპილატორთაგან, ეს სავსებით სწორი პოზიცია, იმიტომ რომ ეს კომპილატორი თავისად არ განეკუთვნებს იმ მოძღვრებას მან, როდესაც დაუშვათ ამ შემთხვევაში ათანასეს შრომები დაამუშავა, რა თქმა უნდა, ამ კომპილაციასაც, სადაც მხოლოდ გარეგანი ფორმაა მისი, ესე კომპილატორი სახელო მოძღვრება მთლიანად ათანასესეულია, ავტორად ცხადია იმავე ათანასეს ასახელებს. ჩვენ ამ ძეგლთან დაკავშირებით მხოლოდ თარიღის აღნიშვნით დავკმაყოფილდებით ამჯერად ბოლო ნაწილში, მიუთითებთ, რომ კვლევართა მიხედვით წარმოშობა ამ ძეგლის ალბათ უნდა იყოს შედარებით ადრეული, დაახლოებით მე-5 საუკუნისა, უფრო დაზუსტებით მე-5 საუკუნის მეორე ნახევრისა და რა თქმა უნდა დასავლურ რეგიონში, როგორც ამას კვლევართა უმრავლესობა სავსებით არგუმენტირებულად ასაუგთებს. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით, გმადლობთ ყურადღებისათვის.